დიდი მიზანი იყო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მოკლედ რო ვთქვათ განვითარება. ქართული ჯანდაცვის სტანდარტის მიახლოება ევროკავშირის სტანდარტთან. ევროკავშირი ჩართული იყო რამოდენიმე ფორმით. პირველი თვითონ 90-იან წლებში ყველაზე რთულ პერიოდში ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება, უფრო მეტი ევროკავშირის დიდი ქვეყნების. მინდა გამოვყო განსაკუთრებით გერმანიის დახმარება, ტუბერკულოზის დარგში გვამარაგებდნენ წამლებით. მეორე დიდი პროგრამა იყო ბავშვთა ლეიკემიის პროგრამა. სამკურნალო პრეპარატები მოგვცეს, რითიც ბავშვთა ლეიკემიის სიკვდილიანობა შევამცირეთ 80%-დან 20%-მდე. მხარდაჭერა განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ხანგრძლივადიანი სტრატეგიული მხარდაჭერები იყო თვითონ ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებისთვის. მათ შორის ორია მთავარი, ეს არის ეგრეთ წოდებული ტექნიკური მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მეორე გახლავთ დატყუპების ტვინინგ პროექტებს რო ვეძახით, 4 ტვინინგში გავიმარჯვეთ. უზარმაზარი იყო ევროკავშირის დახმარება, განსაკუთრებით ჯერადობით გაიზარდა ფინანსურად COVID პანდემიის პერიოდში. ჯანდაცვაში მეორეა ეს დახმარება თავისი მოცულობით, ფინანსური მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ და დაახლოებით 250 მილიონი დოლარი ევროს ფარგლებშია. მოგეხსენებათ, სოლიდარობა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. საქართველო გეტყვით პირდაპირ, რომ იმ პერიოდში განიხილებოდა ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორად ევროკავშირისა. გონია და მჯერა, რომ ეს ურთიერთობები ევროკავშირთან და კონკრეტულად ევროკავშირის ქვეყნებთან განვითარდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენს სწრაფ განვითარებას.